საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გამოშვებული სპეციალისტების რაოდენობა ბევრად მეტია იმ სამუშაო ადგილებზე, რასაც ადგილობრივი და საჯარო კერძო სექტორი ქმნის. ამის მიუხედავად, შრომის ბაზარი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განცდის. შექმნილ სიტუაციაში როგორ უნდა გაავხადოთ მიღებული განათლება გამოყენებადი, რა უნარჩვევებია საჭირო ამისთვის. ბიზნესისა და ენების გამოყენებითი განათლების ცენტრი საქართველოში უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. როგორც მისი დამფუძნებელი აცხადებს, ცენტრის მთავარი ფუნქციაა სტუდენტებისათვის იმ უნარჩვევების მიცემა, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარებათ. უკვე რამოდენიმე წელია ვატარებ ტრენინგებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში იმისათვის, რომ განათლება იქცეს უფრო პრაქტიკული, უფრო გამოყენებადი და ჩვეულებრივი თეორიული ცოდნა გადაიქცეს უკვე პრაქტიკულ ცოდნად. აგრეთვე ვეხმარებით სტუდენტებს, რომ უფრო მარტივად შეისწავლონ, აღიქვან, რატო არის რომ ზოგჯერ ამთქნარებენ რაღაცა ყურადღება გაფანტული აქვთ. ეს ყველაფერი არის ერთი რაღაცის მიზეზად და ეს მიზეზები ვიპოვეთ ჩვენ და მიზეზებთან ბრძოლის ხერხები გვაქვს, რომელიც შეგვაქვს ესე უნივერსიტეტებში, გვაქვს უმეტესად უფასო ტრენინგებიც. ხუთშაბათის ვაჭრობაზე ლარი ამერიკული დოლარის მიმართ უნიშნელოდ გამყარდა.